პირველ რიგში თქვენ ქართველებო, ვინც აქ დგეხართ და ვინც არ დგას და სახლებში არიან. მადლობას მოგიხდით, გვერდში დგომისთვის. მხოლოდ თქვენ უბრალო ადამიანებს, პოლიციელებს არ ეხებათ ეს ნამდვილად. არ ვაპირებდი დღეს სიტყვის თქმას, მაგრამ ერთი გამოიწვია ზურაბ-ცეცხლაძის ნათქვამმა, როცა თქვა, რომ 99 წლის 9 აპრილს პოლიცია იდგა ქართველების მხარეზე. მე მაშინ ვიყავი 9 აპრილის მონაწილე 25 წლის. დღეს ჩემი შვილია 25 წლის და ის არის რეჟიმის მსხვერპლი. 12 პოლიციელი, რომელიც შემოვიდა ჩემს სახლში დაწინებულ ბავშვთან, მათ ვერ გაბედეს და არ ეცვათ პოლიციის ფორმები. მათ ეცვათ წყალკანალის ფორმები გარედან. ამიტომ ბავშვები შეშინდნენ, იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ. ადამიანმა, რომელიც წიხლით შეაღო კარები, მას ეცვა წყალკანალის ფორმა და ვერ გაიგეს რა ხდებოდა. დღესეც ჩემ გოგოს ეშინია დაძინების და სულ ელანდება, რომ ვიღაცა წიხლით შემოვარდება სახლში. ეს არის სირცხვილი, დიდი სირცხვილი, როცა 27 წლის გოგონა მარტო ვეღარ იძინებს სახლში შიშით და ის არასოდეს არ გადადგავს იმ ნაბიჯს, რომ შეეშინდეს პოლიციას გამოუძახოს, იმიტომ რომ არ იცის იმას რა ეცმება, რისი ფორმა ეცმება, წყალკანალის თუ თავზე ჩამომხობილი რაღაცა კალგოტკა. ასე დადიან დღეს და ვინ არიან ჩვენ თვითონ არ ვიცით, მაგრამ ამბობენ რომ არიან თურმე პოლიციელები. ამიტომ როცა ზურამ თქვა, რომ 9 აპრილს პოლიცია გადავიდა ხალხის მხარეს, ის 9 აპრილს პოლიცია სხვა პოლიცია იყო, ამიტომ გადავიდა ის ხალხის მხარეს. ის მაშინ გადადგა სახელმწიფოს მთავრობა და მაშინ იყო რუსის ჯარი. საქართველოს მოსახლეობას და იცით რატო? ის ემსახურება რუსულ რეჟიმს და ამ რეჟიმის თავი და თავი არის ჭორვილელი ვირთხა ბიძინა ივანიშვილი. ისინი ემსახურებიან მარტო ბიძინა ივანიშვილს. მეც არავის არ გომელაურს, იმიტომ რომ გომელაური არის ბიძინას მონა და ყველანი არიან ესენი გომელაურის მონები. რასაც ისინი ითვლიან, იმას აკეთებენ. ამიტომ არასოდეს ამ სიამოვნებს, როცა 9 აპრილის პოლიცია ვინმე შეადარებს დღევანდელ პოლიციას. არა, მე ვარ დღევანდელი პოლიციის შემხედვარეც და ვიყავი 9 აპრილს მონაწილე და ვხედავდი პოლიციელები რასაც აკეთებდნენ. ისინი ზევიდან ეფარებოდნენ წაქცეულ ადამიანებს, ესენი პირიქით წიხლებით თელავენ 20 წლის ბიჭებს. ამიტომ გოგოებს ადამიანმა პოლიციელმა, რომელმაც თმაში მოკაჩა ქართველ გოგოს 20 წლისას, ის მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა დააწინაურა და რაღაცა ლაპარაკობთ ეხლა, რომ პოლიციელების იმედი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში. ეხლა ვიყურები შვიდში სასამართლოა ჩანიშნული ჩემი შვილის და ვათვალიერებ ყველას, იქნება რომელიმე სახე დავიმახსოვრო, ვინ იქნება მოწმედ მოსული იქ, რომ თორნიკეს რამე დააბრალოს, ან თითოეულ რომელიმეს იქნება დავიმახსოვრო მეთქი, მაგრამ აქედან თუ ვერ დავიმახსოვრებ, აუცილებლად ვიმახსოვრებ სრულმოწმეებს, აუცილებლად და ეშინოდეს დედების რისხვის, იმათ კი არა თვითონ, ოჯახების წევლის ეშინოდეს, რომლებსაც აუცილებლად დაუწყევლით შვილებს. მე დავინახავ ვინ იქნება ჩემ შვილთან მოწმედ მოსული, რომელსაც არაფერი არ დაუშევებია და გამოვიდა კიდე ქალბატონი პატიმრის მეუღლე კასტრაცისა და აკანკალებული ხმით საუბრობდა, იმიტომ დამებადა სურვილი, ცრემლებით აევსო თვალები, იმიტომ დამებადა სურვილი გამოვსულიყავი. არა ბატონო, არანაირად, მეც აღარა მაქვს იმედი, მაგალითად ვიღაცამ როწყვას რომ გამოუძახეთ პატრონს, ჯერ ერთი ის პატრული არ მოვა დროზე, მერე კიდე თუ მოვა არ იცი რანაირად მოვა, იმიტომ რომ ქუჩაში უამრავ ბავშვებს მოპარეს ტელეფონები, მოპარეს ლაპატნიკები, სირცხვილი არ არის? თუ არა ხართ თქვენ პოლიციელები და ისინი არიან სხვები გადაცმულები და თქვენ გასყავენ თავზე ლაპს, მაშინ ამოიღეთ თქვენც ხმა, იმიტომ რომ ამბობენ ისინი არ არიან პოლიციელები, აბა ვინ არიან? ბრალდებათ მაშინ პოლიციელებს ქურდობა, შედიან სახლებში ჩხრეკვაზე და სეიფებიდან იპარავენ ფულებს, იპარავენ ტელეფონებს და აღარ აბრუნებენ. ეს ხართ თქვენ, არ ვიცი რომელს გეკუთვნის, მაგრამ ეს ეკუთვნის ქართულ პოლიციას და თუ არა ხართ თქვენ, მაშინ ბატონო თქვენს გადაუდეკით ჩვენთან ერთად იმ კრიმინალურ ხარებას დაჯგუფებას. ხარება იყო სააკაშვილის დროსაც რომ ხოცავდა ხარს, ხარება არის დღესაც რომ ხოცავს ხარს და კიდე იძახია ნაცებმა რა გააკეთეს ისეთი, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. არაფერი. ამიტომ ყველა დღეს, ყველა ნაცი არის დღეს იმაში, რა ქვია, ქართულ ოცნებაში და თან გაიძახიან. აქ ჩვენ ახლა ვინც ვარ,
თურმე ყველან ნაცები ვართ და თქვენ ხართ ყველაზე კარგები, თქვენ ხართ კოცები და ჩვენ აქ ვართ უბრალო ადამიანები, რომელიც არც ნაცს არ ეკუთვნის, არც არავის. ჩვენ ვართ ხალხი, ვინც დებულობს არჩევნებში მონაწილეობს და ვინც ვინ მოგწონს იმას ვაძლევ ხმას, მაგრამ თქვენ მარტო თქვენ ერთ ჭორვილელი ვირთხას ემსახურებით და ემსახურეთ ბატონო ის ჭორვილელი ვირთხა იქნება ზუსტად რომ გაიპარება ნელ-ნელა იპარება ხო ხედავ გადაინაცვლა იქ შემწვალი არის მაშინ გვირაბი ააშენა თავისი გამოთხარა დღეში რაღაცა გვირაბი იქ შეცვა თქვენ მე მასწავლით ვინ არის ბიძინა ივანიშვილი მე იმ რაიონიდან სადაც ბიძინა ივანიშვილი დაიბადა და გაიზარდა ხალამნებით იშოვა ფული მოვიდა ეხლა და მოაჭდა ქვეყანას თავზე. არა ბატონო, ჩვენ მითხოთ პირველ რიგში ის წაეშება ამ ქვეყნიდან ის და აუცილებლად ჩატარდება არჩევნები, სადაც მოვლენ განათლებული ხალხი, გაუნათლებლებით არის სავსე, ქვეყანა, მთავრობა, გოროსნები, არაფერი არ იციან, გამოდიან გლუყნობენ, ასამბობენ ერთგებულობს და ასევე არის სასამართლოც. ჩვენ აღარ უსმენთ პროკურორებს, იმიტომ რომ პროკურორები ერთმანეთში არიან ახლართულები. მე დავესწარი ერთ-ერთი პატიმრის პროცესს ნიკა კაციასას, სადაც ნიკა იყო შეუვალი პატიმარი, შეუვალი იქით აძლევდა შენიშვნებს სუყველას და პროკურორს თვალებში უყურებდა მოწმე, რასაც ის უკან ნახებდა, ის მოწმე იმეორებდა იგივეს. რამდენჯერმე უთხრა პატიმარმა, ჩემსკენ მოიხედე, თვალებში შემომხედე და ისე ილაპარაკე სიმართლეო. მაგრამ ბოლოს როცა უთხრა რატო იჩექი მთვრალი მანქანაში და მაშინ რატო ამიყვანეო ის დაიბნა და ისევ პროკურორს შეხედა გეგონება ის ეთყოდა რატო იყო მთვრალი აი ესეთი მოწმეები ყავს ეს რეჟიმს და ჩვენ აუცილებლად დავიმახსოვრეთ მათ სახეებს და აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს ყველას თუ არა იმათ მაინც ვისაც დავიმახსოვრებ ფრთხილად იყავით მე ვიმახსოვრებ სახეებს და ნეტა რომელიმე თქვენთაგანი მოვიდეს იქ მოწმეთ მეტი არაფერი არ მინდა რა მადლობა ყველას თქვენ ქართველებო გულიანო ქართველებო თქვენ ხართ ყველაზე მაგრები უხმესი მადლობა ყველაფრისთვის ყველა გადადგმული ნაბიჯისთვის სამშობლოს სიყვარულისთვის მოვიკითხავთ პატიმრებს დიდი სიყვარულით რომლებიც არიან თქვენზე ძლიერები თქვენზე მამაცები სამშობლოს სიყვარულისთვის თავდადებულები ისინი მოიტანებენ მშვიდობას მაგრამ თქვენ იცხოვრებთ იმათ მოდანილ მშვიდობას